სიყვარულის კოქტეილია? კი, აუცილებლად. რაღაცა მგონია რომ აი ეს ენერგია დევს ახლა იმ ჭიქებს ზარმალი მინდა გავსიჯო. ესე იგი ჩვენთან ერთად არიან სანდრო სისკარიძე ბარმენი და ვაკო ღონღაძე ასევე ბარმენი. ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი წარმოდგენა იყო. ეს კოქტეილი დღევანდელი დღისთვის მოვიფიქრეთ. და რა დავარქვა? დღეს ხო სიყვარულის დღეა და სიყვარულის კოქტეილი დავარქვა. ეს ფერები რო განსხვავდება ერთი მამაკაცისთვის არის და ეს ღია ფერის ქალბატონისთვის. მამაკაცისთვის და ქალბატონისთვის. აი ხა სტუმრები შემოგვერთდებიან და მამაკაცი და ქალბატონისთვის არის ავტოკეთში შენ ვერ გასი. არა, უშოს კიდევ ერთს გააკეთებ. მერე. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბიჭებს დახმარებისთვის, ლამაზი შოუსთვის და სტუმრებით შემოგვერთდე, გავაცილოთ მაშინ ბიჭები და მობრძანდით. ნიკუშა შენგელაია და ეკატერინას გამარჯობათ. აი აქეთ მობრძანდით და არაჩვეულებრივი წყვილი. გამარჯობა. გამარჯობა. კარგად, დავადოგორა ხარ. კარგად. სიყვარულის კოქტეილს მოგართმევთ ამასობაში. სიყვარულის კოქტეილი დაგახვედრეთ. არ ვიცი, ესეთი გაკეთებული კოქტეილი. პირიქით. აჰა. რაღაც მეცები ფიქრე. ხო, მეც ესე ვიფიქრე. ძალიან დიდი მადლობა. სიყვარულის დღე ალბათ ტრადიციული შეკითხვა, რომელსაც ყველა სტუმარს ვუსვამ დღეს, არის აღნიშნავთ თუ არა ვალენტინობას თუ და არის თუ არა ეს დღე თქვენთვის ისეთ დღესასწაული. მე ვალენტინობას ყოველ დღე აღნიშნავ. ეს პასუხიც მომწონს. ძალიან. ნუ გასაგებია ეს მიღებული დღეა, ესეც საერთაშორისო, რომ ეს დღე ხას უსმავს კიდევ ერთხელ სიყვარულს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიყვარული არის ყოველ დღე. კაია. თუ გიყვარს ადამიანი, ეს არის ყოველ დღე. ნუ დღეს განსაკუთრებული დღე ესეთი სადღესასწაულო და მინდა მოგილოცოთ თქვენს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ამაზე მშვენიერი არაფერი არ არის, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს. მე მაგალითად ახალგაზრდები რომ დამინახე ქუჩაში შეყვარებულები, გავჩერებული ვარ და უყურებდი და მიხარობდა აი აქ გულში. ნუ ადამიანებს ეს არის ის საჩუქარი, რომელიც გვაქვს ჩვენ. ერთისგან ყველაზე დიდი საჩუქარი ეს სიყვარულის უნარი. რამდენი წელია რაც ერთად ხართ? ო 20 ხდება ხო წელს? 20. შენს პირამე. გახსოვთ პირველი შეხვედრა, პირველი დანახვა, პირველი შეხედვა? როგორ არა მახსოვს პირველი შეხედვა, შეხვედრა. შეხება უხსოვს. უბრალოდ 90-იან წლებში იყო. აი როცა არ იყო არც ჩუქი, არც სითბო, არაფერი, ამას ქონდა სახელოსნო ნიკუშა, სადაც და გული გათმობდა. ყველა იქ დადიოდა, მთელი თბილისი იქ იყო, იმიტომ რომ ქონდა რაღაცა დიდი შეშის ფეჩი და იყო სითბო და სინათლეც ქონდა, საიდან არ მახსოვს. იმ 80-ზე, ბნელ 80-ზე. სინათლე იყო ხო, მაგრამ ხო, და ნუ აი რაღაცა იქ მოვხვდი და ეს მოვხვდი და ნუ დაიწყო და მოხდა და მომხდა. აი პირველივე შეხვედრის დროს რაღაცა ის ნაპერწკალი გაჩნდა. რა თქმა უნდა, ეს პირველზე ჩემო ყოველწესია. კი. ადამიანს რომელსაც ალბათ უმეტეს შემთხვევაში პირველივე შეხედვაზე რაღაცა გიჩნდება რა. ბიძგი. და მე მიზანი ალბათ რომ იბრძოლო და ბოლომდე მოიპოვო. ნუ მიზანი არ ვიცი. არა თავისით მიდის რაღაცნაირად ვითარდება და როცა შედგება ორ ადამიანის შორის აი ეს როცა პატარა ამორი ორი სახლს გამოუშვებს მე უკვე მიზანზეც აღარ ფიქრობ დარეტიანებული დადიხარ 20 წელი საკმაოდ დიდი დროა საკმაოდ დიდი დროა და ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში სიყვარულის კვირეული გქონდა და ყავდა პერიოდულად წყვილები და არა მარტო წყვილები სტუმრად და სულ არის იმაზე ლაპარაკი რომ განსაკუთრებით როდესაც ბევრი წელი გადის თანაცხოვრების თავისი გრადაციები აქვს სიყვარულს თავისი პერიოდები აქვს სხვადასხვანაირად ვითარდება თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა როგორ არის მე ვთქვა თუ შენ მეთქვა როგორ გინდა იცით რა არის ორიოს პასუხი საინტერესო იმისათვის რომ ეს აი გაგრძელდეს დიდხანს იყოს არ განელდეს და გიყვარდეს ჩემი აზრით პირველ რიგში ქმარმა უნდა მოგცეს საშუალება რომ იყოს შენ და შეცვლა არ მოითხოვოს და ესეთი მიგიღოს როგორიც ხარ თავისი დადებითი უარყოფითი თვისებებით
მოკლედ არ ეცადოს გამოცვლას და შეცვლას. ანუ თავისუფლება კონდეს იმზე, რაც არის ხარ, ეს კარგია და კიდევ ყოველ წუთში უნდა ახსენო, რომ გიყვარს და მოითხოვო, რომ გითხრას, რომ უყვარს. არის თქვენ შემთხვევაში ესე? კი, ესეა, ნამდვილად ესეა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ერთად რო ხართ ყოველი დღე თანაცხოვრობთ, ჯერ ეს ერთი ეს გადადის ურთიერთ პატივისცემაში რომ გადავიდეს, მეორეს ერთი, მაგრამ არის დღეები, ხო, ეს არ ნელდება. ჩემთვის ესეა რა. რომ ყველანაირი რაღაცა რო იცი როგორ უნდა იყო, იმის გარეშე ხდება რა. ვიცით? ზედმეტი ძალისხმევა არ ჭირდება. არ ჭირდება, რა თქმა უნდა. როცა ადამიანი გიყვარს და მასთან კარგად ახარ, ეს ბუნებრივად ესეა რა. საჩუქრებს თუ ჩუქნით ხოლმე ერთმანეთს? მე მჩუქნის. მე ჩუქნი მაგრამ. რაღაც აქედან ნაკლებად მაქვს. მამაკაცები აქტიურობენ ხოლმე. არ არის სტატისტიკაც ესეთია. მეუღლე მაჩუქოს ქმარს, ქმარმა უნდა აჩუქოს ყოველთვის. ეს მოწონს, როცა მე მიხარია და საჩუქრებს. რომელი უფრო რომანტიული ხართ? და ვიცი. ნიკუშა. საერთოდ ხო კაცები უფრო რომანტიული აბსტრაქტულად აზროვნებენ. ქალები úplně დამიწებულები არიან და ასე თქვათ. და უყვართ საჩუქრები. ხო, ბუნებრივი მოვლენაა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი მისია გაქვთ, თქვენ აგრძელებთ სამომავლობას. თქვენ ახართ დედამიწა ეს ყველაფერი. უთქვენოთ, მე ვიზახ ხოლმე, ქალები რო არ იყვნენ, კაცები ჩვენ კაი ხანი დაბნეულები კოსმოსში ვიფრინდით უკვე. გზაბნეულები. როგორც ვიცით, უკრავდით საქსაფონზე, ჩვენს რაღაცა რომანტიული განწყობისთვის. შენერი გოგო საქსაფონზე. ხო, რა თქვა საქსაფონზე. თვით თუ არა, რომ ეს არის რაღაცა უფრო სასიყვარულო ინსტრუმენტი, ისეთი ჟღერადობა თუ აქვს. ო, სხვათა შორის ეკა რო გამიცნო, მაშინ ჩემთან სახელოსნოში მე უკრავდი საქსაფონზე და ირაკლი ჩარკვიანი და რავი ილუშკა და მეჯები რაღაცა ბენდი ქონდა და ეს იყო გატაცება, რომელიც შემდეგ დაივიწყეთ? ეს იყო ჩემი გატაცება, მაგრამ ნახოთ მენატრება. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ისე. კი, შესაძლებელია თუ, მაგრამ ამას ძალიან დიდი შრომა უნდა. ძალიან დიდი დრო უნდა და ძალიან სკელი კედლები უნდა, რომ არაწუხო გარშემო. გარშეაწუხო. ბატონ ნიკუშა, სახლი, რომელშიც თქვენ გაიზარდეთ, შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულით არის აშენებული. ხო, ეგეთი ისტორია აქვს. როგორ გრძელდება ტრადიცია ამ სახლში? დღეს რა ხდება? რა ვიცი, ჩვენ ვცდილობთ რაღაცა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, რთულია, როცა უკვე სოფიკო არ არის, იქ იყო თეატრი, ეს ყველაფერი ეხლა ამ ფორმით არ არის, მაგრამ მაინც მე მინდა რომ ხელოვნების და კულტურის და შემოქმედების რაღაცა სივრცე იყოს. რაღაცებს ვცდილობდით, იქ შეხვედრები არის პოეტებთან, ხელოვან ხალხთან, სტუმრები მოდიან ხშირად რო ჩამოდიან ფესტივალებზე. სულ ასე იყო, ხომ თქვენ სახლში იყო რაღაც შეხვედრის ადგილი. ყველა სტუმარი ვინ საქართველოში ჩამოვიდა და თქვენთან იკრიბება. ძალიან ხშირად. ფაქტობრივად გრძელდება ხო ეს ტრადიცია? ხო, გრძელდება, ნუ ისეთი იმითი აღარა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამისი მიზეზი იყო ჩემი ვებიაბაბოა და მშობლები, მაგრამ მაინც ყველა სახსოვს, ყველა მოდის მაინც და მე იზოლებული ვარ, დავხტე და უმასპინძლო და რაღაც გავაკეთო. რა ხდება თეატრში? რაღაცა იდეები გვაქვს, რომ ესეთი კულტურის შეხვედრების ცენტრად ვაქციოთ, რომ სიცოცხლე იყოს, არ მინდა რომ მარტო მუზეუმია იქ, გესმით, სარელა. აუცილებელია რომ ახალგაზრდობა ეზიაროს რაღაცა იყო იქ სტელობები, მასტერკლასების ახალგაზრდებთან მეცხრე-არხზეც გადიოდა 1-2 ეს გადაცემა და რავი ფიქრობთ რომ რაღაცა ესეთი დატვირთვით მაინც რომ იმიტომ რომ იმდენად სიცოცხლე ტრიალებდა, იმდენად ცოცხალი იყო, იმდენად ბევრ ადამიანს მაინც ვინც ჩამოდის ყველა კითხულობს რომ ფიქრობ ჩემი მოვალეობა არის რაღაცა რომ ეს შევინარჩუნო როგორ შევძლებ ტრადიცია გაგრძელოთ. ეკა თქვენთვის აი ეს პერიოდი როგორი იყო? აი როგორ შეეგუეთ აი ამ როგორ შეხვედით ამ დიდ ოჯახს? შეგუება ცუდი სიტყვა იქნება. აი როგორ გახდით ამ დიდი ოჯახის წევრი? იცი რა, იმდენად ამ დიდი ოჯახის ეს ძალიან დიდი გამოჩენილი ადამიანები, იმდენად უბრალოები და უშუალოები იყო, საერთოდ არ გამჭირვებია არავისთან არანაირი კონტაქტი.
იმდენად ისე სიტუაცია თავისუფალი რაღაც ისეთი არ გამჭირვებია ნამდვილად. უბრალოდ რა ვიცი. ძნელია იყოთ ასეთი ოჯახის დიასახლისი? ხო, ძნელია, პასუხისგებლობა არის, რასაკვირველია ძნელია. აი მე მაგალითად ეხაც კი სულ ვცდილობ, რომ ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც სოფიკოს მოეწონებოდა. სულ ფიქრობ ხოლმე, რა ეს მოეწონებოდა, არ ანუ სულ რაღაცა ჩემთან არის და ნუ ესე თქვენ ახსენეთ სოფიკოს თეატრი აუცილებლად უნდა ვიკითხოთ და შევეხოთ ერთი მსახიობის თეატრი. დღეს არ ფუნქციონირებს. არა, სამწუხაროდ უკვე 2 წელი არ ფუნქციონირებს. რა არის ამის მიზეზი და თუ აპირებთ რაღაც? თავიდან იყო მიზეზი, რომ ეს იყო მუნიციპალურ დაფინანსებაზე, მაგრამ კანონით მუნიციპალიტეტი აფინანსებს მხოლოდ იმ თეატრებს, ეხმარება, რომელიც თვითონ ტერიტორია მას ეკუთვნის, ქალაქს. ეს საკუთრება ჩვენი პირადი სახლია, დათმობილი ქონდა სოფიკოს არენდაში უბრალოდ ჩვენი ფართი და ვეღარ გამოინახა იურიდიულად გზები როგორ დაფინანსებულიყო. თუმცა ამის შემდეგ პროექტებით რამდენიმე სპექტაკლი დავდგით, მე და ჩემო ბიძაშვილმა იქ, მაგრამ რთულია იცით, ისიც ძალიან მწირი დაფინანსება, ანუ დას ვერ ინახავ, ვინც უნდა მოუაროს თეატრს და ადმინისტრაციულს და ამას არ იყო ფინანსები უბრალოდ. მაგრამ მე თანაც ვიფიქრე, რომ ძალიან რთულია იცით ეს მე რაღაც მინდოდა ახალგაზრდობისთვის დამეთქო ეს სივრცე უფრო მაგრამ მაყურებელიც ისე ვერ მოდის ეს რომ შეინახო შენი თავი იმიტომ რომ მაყურებელი მაინც მოდიოდა სოფიკოზე მურმანჯინორიაზე ამაძე იცნობდა და ეს ანშლაგები იყო მათ სპექტაკლებზე ყოველთვის ხო და რა ვიცი ვიფიქრე ამიტომ მე არ მიყვარს ისეთ საქმეს ხელი მოვკიდო რომელსაც ვერ წავუძღვები და უფრო ესეთი რაღაცა ფორმით გავაკეთე, თუმცა ეს ამ თეატრის თვითონ ფორმა არის უნიკალური ერთსახეობის თეატრის რა. შესაძლებელია ეს გამოიყენოს ვინმემ და სხვა სივრცეში არის თეატრები, რომ რაღაცა დღეები დაუთმონ რეპერტუარს და სახეობებმა, იმიტომ სახეობებისთვის არის ძალიან საინტერესო. პროფესიონალები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ აი ესეთი სივრცეში მუშაობა მაყურებლისთვის არის უმაღლესი კლასი მსახიობობის ჩვენების და ტრენინგია და ჭირდებათ ხო, ჭირდება. ამიტომ თვითონ ეს ფორმა უნიკალური საინტერესო და მე ვიმედოვნებ, რომ რაღაცა სივრცე გამოინახება მომავალში, რომ მოდი დასასრულისკენ ისევ სიყვარულს მიუბრუნდეთ, რომ რაღაცა ჩვენი გულიც არ დაგვაუწყდეს, მაგრამ გულიც არ დაგვავიწყდება, რა თქმა უნდა. კარდიოლოგების 20 წელი დღევანდელი გადმოსახედიდან აი ამ თაობის გადმოსახედიდან არის ძალიან ბევრი. ძალიან უჭირთ წყვილებს ამდენი ხანი თანაცხოვრება და ხართ ძალიან სასიამოვნო და იშვიათი გამონაკლისი. პატარა რეცეპტი თუ არსებობს, როგორ უნდა იცხოვრონ, რა დათმობებზე უნდა წავიდნენ წყვილები იმისთვის, რომ ერთად 20 წელი და კიდევ უფრო მეტი იცხოვრონ. თუ არ მოგწონს შენი მეუღლე, არ გიყვარს შენი მეუღლე, რთულია რეცეპტის მიცემა, იცი? ძალიან რთულია. თუმცა ერთი არსებობს, რომ ნუ ადამიანები ყველა ეგოისტები არიან, უნდა დამალონ, არ დამალონ, ესეა და მაგრამ რაღაცა შენ თავს უნდა აჯობო, თუ პრობლემა არსებობს, შთება. იმის გამო, რასაც ოჯახი ქვია, ბავშვები ქვია, მორალი ქვია, ამის შენარჩუნება, აი ამ ხრივ შესაძლებელია პრობლემა გაქვს შენ თავთან და უნდა ორივე წყვილმა აჯობონ თავის თავს, რომ შეინარჩუნონ, თქვა ბავშვების ბედნიერება, ბავშვების ძალიან მნიშვნელოვანია დედმამის ერთად ყოფნა, ურთიერთობა. და დანარჩენი ფიქრობ, როცა გიყვარს შენი მეუღლე, ყველა პრობლემა შესაძლებელია, რომ ყველა ოჯახში ხდება რაღაცა თემაზე, გავიწყდება, იმიტომ რომ ის სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. ეკა დამატებ. თავარია იყოს რაღაცა გულწრფელი სიყვარული იყოს, ვიდრე ჩანს ხოლმე, იცი რაღაცა, როცა არიან წყვილები, რომ აი გულწრფელია სიყვარული, ნუ ის გრძელდება, ხა ეს 20 წელი ისე მალე გავიდა, მალე გაირბინა, ხო? იმიტომ რომ კარგი წლები იყო პრინციპში ჩვენ დიდი სირთულეები არ გქონია ურთიერთობასთან დაკავშირებით, ამიტომ მალე გაირბინა, ძალიან გული მწყდება ესე მალე რომ გაირბინა, რა სიზა. წინ მინდა რომ კიდევ ძალიან დიდი ალბათ ერთად რომელსაც ერთად გაატარებ. სანამ დაგემშვიდობებით, ჩვენი სამახსოვრო ფოტო თქვენგან. თქვენთვის უფრო სწორად. სიმბოლურად.
აქვე ადგილზე. ფოტო უნდა გადაიღოთ. არა, როგორც გირჩევნიათ. ფოტო უნდა გადაიღოთ. ეს არის დღევანდელი დღის აიცა მაგი დავიძე ჯობია. კარგი, კი ბატონო. ჩვენ დაგიჭირეთ. ესეც უნდა დავიჭიროთ. არა, ჩვენ დავიჭერთ იყოს. არის სულ ეს დიდი არის ძალიან მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ახალგაზრდებს გისურვებ